6 საცხოვრებელი ბინა თბილისში, წყნეთსა და ბათუმში 4 მანქანა ჯამური ღირებულებით $270,000-მდე, 345,800 ლარი საბანკო ანგარიშზე და $480,000 ანაბარზე. ეს იმქონების მხოლოდ ნაწილია, რომელსაც ოცნების წევრი ეკა ჭიჭინაძე და მისი ქმარი ნიკოლოზ შენგელაი აფლობენ. არ არსებობს საზოგადოება, ეს არის ერთი მუჭა ადამიანების, რომლებიც ზოგი დაინტერესებულია, ზოგი ვერ არის კარგად. საზოგადოებას ჭიჭინაძემ თავი პროტესტის მონაწილეებზე გაკეთებული ამ განცხადებით დაამახსოვრა. დღეს კი მისი საჩივრის საფუძველზე დროების ჟურნალისტ თიკო ერაძეს პარლამენტის აკრედიტაცია შეუჩინეს. ფოთში კაცმა 12 წლის გერი გააუპატიურა, მას უვადო პატიმრობა მიესაჯა. გადაწყვეტილება ფოთის საქალაქო სასამართლომ მიიღო. დანაშაული ივლისში მოხდა. განათლების მინისტრის პოსტზე მყოფი მიქანაძე განათლების სისტემის რეფორმაზე ჩინეთში ისაუბრებს. ინფორმაციას სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს და წერს, რომ მიქანაძე სკოლებში ჩინური ენის სწავლების მიზნით გადადგმულ ნაბიჯებსაც განიხილავს. ქვეყნიდან მუქარის გამო გაქცეული ჩეჩენი ქალი საქართველოდან 9 ნოემბერს მოტყუებიდან ძალით გაიყვანეს. ჩეჩნეთში დაბრუნებისთანავე კი ალია უზდამიროვა გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. ინფორმაციას ადამიანის უფლება დამცველი ორგანიზაცია ავრცელებს. ქალი 12 ნოემბერს დაკრძალეს.